მშვიდობა თქვენ და საყვარელო დანო და ძმანო, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ ჩვენს ერთ-ერთ რუბრიკას სათაურით დასაბამიდან სასუფევლამდე. დღევანდელ დღეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი მძაფრი პრობლემა დგას სულიერი თუ მატერიალური, ჩვენ ესე ვთქვათ კონკრეტულ რაიმე საკითხს არ ვეხებით, მაგრამ გვინდა ყველაზე მთავარზე კი ვისაუბროთ. რაზეც ბევრი წმინდა მამა, მათ შორის თანამედროვე დიდი ღირსი მამა გაბრიელი ბრძანებდა, რომ რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, ეს არის ფუჭი. ქარისგან მიმოტანილია. და როგორც მამა გაბრიელის ქადაგებიდან მინდა გავიხსენო, ბრძანებდა, რომ სერაფიმ საროველი დიდი წმინდანი ღირსი მამა რუსი წმინდანი ხსნიდა იგავს ხუთი სულელი ქალწულის შესახებ, ბრძენი და სულელი ქალწულების შესახებ. მამა გაბრიელმა დაზინა ბატონო გია, რომ აი თვით ამხელა დიდი წმინდანის თვისაც კი არ იყო გახსნილი და მიცემული ის რაც მიეცა უდიდეს წმინდანს მამა გაბრიელს ღირს მამას ბოლო ჟამს. და რა მიეცა, რომ აეხსნა, რომ ეს იგავი არ ნიშნავს მხოლოდ სულიწმინდის მადლის მოხვეჭას, არამედ ნიშნავს იმას, რომ სიყვარული აკლდათ თურმე აი ქალწულებს თავარი რამ რაცა ქრისტიანობაში, რის გამოც მათ ქალწულებამაც ვერ უშველა და ვერ შევიდნენ ამით სასუფეველში. ეს არის ძალიან საყურადღებო რამ. ანუ რა მინდა ვთქვა, საქართველოში დღეს არის უმძიმესი პირობები ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ გასაჭირია მატერიალური და ადამიანები ცდილობენ დაივიწყონ ყველაფერი, ოღონ ფული იშოვონ და რაღაცნაირად თავის ოჯახს უშველონ და გამოკვებონ და ასე ვთქვათ იარსებონ. მაგრამ ჩვენ ხომ ამისთვის არ გაგვაჩინა უფალმა ამ ქვეყანაზე, რომ ვიარსებოთ. არამედ ჩვენი მიზანი ამ წუთის სოფელში ისე ვიცხოვროთ, რომ სასუფეველი აქაც დავიმკვიდროთ, რათა გარდაცვალების შემდგომ მოხვდეთ აი იმ სწორედ მარადიულ სასუფეველში, რაც ღმერთმა განამზადა ჩვენთვის ყველა ჩვენთაგანისთვის. თუ კი ჩვენს ვისურვებთ. ამიტომ აი ეს მთავარი პრობლემა ის რომ ჩვენ არ გვესმოდეს რატომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება დამთავრდეს და სწორედ აი ამის შესახებ გვინდა ვისაუბროთ დღევანდელ დღეს, რომ როგორ მოვახერხოთ ისე, თურმე ისწავლება კიდეც სიყვარული არა, როგორც ბრძანა ღირსმა მამამ გაბრიელმა. თუმცა ჩვენი უწმინდესიც ბრძანებს, რომ სიყვარული ეს ღმერთმა უნდა მოგანიჭოს. ისევე როგორც დაუშვათ სიმდაბლე ისეთი რამ არის, რომელიც მარტო შრომით არ მიიღწევა. არც მარხვით, არც ლოცვით, არამედ თუ თვითონ უფალმა არ მოგმადლა შემდგომ აი ამდენ გაწეულ შრომის ფასად და თავის დიდი მოწყალებით, შეიძლება ადამიანი მაინც ამ პარტავნებაში დარჩეს, რომ აი რამდენი ვილოცეო, რამდენი მეტანია გავაკეთეო, რამდენი ვიმარხულეო, რამდენი კეთილი საქმე მაქვს გაკეთებულიო, ტაძარი ავაშენეო. ვიღაცა დაიქადნება ერთი ტაძრის აშენებით, არა? მაშინ როდესაც დაუშვათ გავიხსენებ, რომ ჩვენმა უსაყვარლესმა მიტროპოლიტმა მეუფე იუბმა 300-ზე მეტი მონასტერი და ეკლესია ააშენა. ეხლა ეგ რო ჩვენი თანამედროვე არ იყოს და იყოს გარდასული საუკუნეების მეუფე, ხომ წარმოგიდგენიათ რა სტატიები დაიწერებოდა ჩვენგან არა? რომ რა ყავდა რამხელა მეუფე იყო თქვა მე-18 საუკუნეში თურმე რომელმაც 300-ზე მეტი ეკლესია მონასტერი ააშენა და დღეს კიდევ ეს ადამიანი ცხოვრობს ისე თითქოს ვერც ვამჩნევთ თანაც რამხელა ასე ვთქვათ ფიზიკურადაც დიდებული აღნაგობის გახლავთ და სულიერადაც ძალიან ძლიერი, რომელიც ჩემი აზრით ერთადერთია, რომელიც სწორედ ამ აიდი ბარათების შესახებ ესე გაბედულად და მადლიანად ამბობს, რომ მე ყოველთვის ვაკურთხებ და ვიტყვი იმასო, რომ მისი აღება არ შეიძლებაო. ესეც მინდოდა რომ ასე ორი სიტყვით მეთქვა. მოდით თუ კი სიყვარულია ყველაზე მთავარი ჩვენთვის ქრისტიანებისთვის და თვით უფალია სიყვარული, თუმცა მამა გაბრიელი ამბობდა ღმერთის სიყვარულზე მეტიც კი არისო, არა?
დავისახოთ ეს მიზნად. მით უფრო რომ ქართველებს ღვთისგან გვაქვს მომადლებული აი დაბადებიდან რო იტყვია რომ ეს ნიჭი სიყვარულისა. მაგრამ ჩვენი სიამაყის გამო ხშირად კარგავთ. როგორც გაბრიელი ამბობდა, ერთი საფეხურით ადიხარ, როცა სიკეთეს აკეთებ და როცა ცოდა ვისევ ჩამოდიხარ უკან ერთი საფეხურით და ესეთი სულ არიო მთელი ცხოვრება. გესმით? აი შევცოდავთ, ჩავდივართ უკან ჯოჯოხეთისკენ, ვინანიებთ და სიკეთეს ვაკეთებთ, ამოდივართ იქიდან და მივილტვით და მივისწრაფით უფლისკენ. და მოდით ახლა ნელ-ნელა დიალოგშიც გადავიდეთ ბატონო გიორგი და ვთქვათ ის რომ აი თქვენ რა გესახებათ მაგალითად დღევანდელ დღეს ქართველმა კაცმა გასაჭირში მყოფმა და გასაჭირში მყოფი მარტო ის კი არა ვინც მატერიალურად არის გაჭირვებაში მე ვიტყოდი არა ჩემგან აღმოჩენილი სიბრძნით მამათა სწავლებით რომ რაც მეტად დიდარი ადამიანი უფრო მეტ გასაჭირში იმყოფება სულიერად. რადგან მასზე არის ნათქვამი საშინელი რამ უფლისგან. რომ აკლემი ვერ გაძრებაო ნემსის ყუნჩიო. როგორც აკლემი ვერ გაძრება ნემსის ყუნჩი, ისე მდიდარი ვერ შევა სასუფეველშიო. ესე იგი რამდენად ძნელიაო და აბა ვიღა გადარჩებაო მოციქულებმა რო კითხეს ქრისტეს და რაც ადამიანთათვის შეუძლებელია, ის ღმერთისთვის შესაძლებელიაო. აი როგორ ვიცხოვროთ ისე და რა ურჩიოთ ქართველ თანამედროვე ადამიანს დღევანდელ დღეს როგორ იცხოვროს ისე რომ თავარ მიზნად დაისახოს სიყვარულის შეძინება და ყოველ საქმეში რომ სიკეთე აკეთოს მაგრამ თავის თავზე კი არ მიიწეროს ისე უფალს მიაწეროს და ის იყოს სიყვარულით გაკეთებული და საერთოდ მაინტერესებს თქვენ როგორ ვიცით რაიმე საქმე სიკეთე დითულება თუ კი ის ქრისტესთვის არაა გაკეთებული? ბატონო დავით ისეთ კითხვით გადმოდიხარ ჩემთან რომ საწავიდე არ ვიცი. მე ვინ ვაგდივა რომ მაგ თემაზე ამომწორებელს ხო გავცე. საწყალი, ხო და არც ისე ნუ ჩამომართოს ტელემაყურებელი რომ შეგნებულად თვალთმაგცურად ვინ დაბლებ თავს არა ეს სრული შეგნებით ვამბობ და გულის ტკივილი ჩემოძურფას ტელემაყურებლებო და ეხა შევეცდები ახსნა რატომ იმიტომ რომ რა თქმა უნდა როდესაც გადაცემა მზადდება და თქვენ წინაშე წარდგებით ხოლმე და დავითი საუბრობთ ერთმანეთში მაგრამ დამერწმუნეთ რომ არასოდეს ეს შემზადებული არ არის არც ერთი გადაცემა დასაბამი და სასწაული არ დაწყებულა ისე რომ ჩვენ წინასწარ მოგვემზადებინა და გულიდან ამოსული სიტყვებით ვიკვებებით ჩვენ და გაწვდით თქვენ ჩვენოძურფასო ტელემაყურებლებო და დღევანდელი გადაცემის მონახაც თუ გავაკეთებთ ხოლმე ნებისმიერ გადაცემას უბრალოდ და შემდეგ უკვე მივენდობით უფალს წარმოვთქვათ პატარა ლოცვას და წარდგებით თქვენს წინაშე ხა რაც შეეხება დათოს მიერ აი მოწოდებულ ამ ტკივნეულ ზოგად საკაცობრიო და ასე ვთქვათ ჩვენ ცხოვრებისეული არსის რა ვიცი საფუძვლებს მე ვეცდები კიდევ ერთხელ რავალჯერ გამეორებული უფრო სხვა კუთხით გადმოვცე და ცხოვრების არსიდან თვითონ ჩემი ცხოვრების ასეული გამოცდილებიდან და ახლობლებიდან და დანახულიდან და წაკითხულიდან იქნება თუ ყველაფრიდან შეზავებული მიცე გარკვეული სახე ამას რასაც ასე ვაკეთებ ტელევიზიიდან მე ყოველთვის განვიცდიდი დათოც განიცდი და ჩვენი მალხაზი თუ ყველა ვინც კი ვართ ამ ტელევიზიაში და ხალხი გვემატება და ყველა ზოგი ბალეშიკობს და სხვათა შორის კრიტიკული ძალიან მცირე არის ესეც საკვირველია და მე გთხოვთ რომ არ იყოს ესე და შეცდომებისგან არავინ არ დაზღვეული კი არა შეცდომების მეტი რა არის და ეხლავე აგიხსნით თუ რას გულისხმობ ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ჭყალებში ასე ვთქვათ რომ ასეთ საკითხებზე ასე მკაცრად და ხამაღლა ვილაპარაკოთ მაგრამ მიუხედავად ამისა როგორც ხედავთ თავს უფლებას ვაძლევთ ჩემო დავით რომ ამაზე ვსაუბრობთ იმპულსი იმისა რომ ამ თემაზე დღეს გველაპარაკა იყო გუშინდელი ქადაგება მამა დავით ქლევიძისა მეარჩეველი არ დავასახელო ეს რომ ყოველთვის როცა უსმენ მის ქადაგებებს ჩანაწერში და ამ ქადაგებიდან ფრაგმენტებსაც თქვენ იხილავთ თქვენ მიხვდებით თუ რას გულისხმობთ ეს არის სამი ფაქტორი მაცხოვარი ბრძანებს ვისაც შეცვლება ჩემი კაცთა წინაშე მე შემწყვება მისი მამისა და ანგელოზების წინაშე. როგორ უნდა ვაღიაროთ ქრისტე? რა უნდა ვთქვათ? ვინ არის ქრისტე? ქრისტიანმა ადამიანმა პირველ რიგში უნდა იცოდეს რა უნდა აღიაროს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა. ანუ ჭეშმარიტი ღმერთი
და იესო ქრისტე არის ძეკაცის ანუ ჭეშმარიტი ადამიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და კაცი ერთდროულად. შეურევლად და განუყოფლად, განსხვავებით მონოფიზიტებისა, ჩვენი მეზობლებისა, სომხებისა, რომლებიც იძახიან, რომ ქრისტე მარტო ღმერთია. და როგორც გითხარით, მრავლობაში წერია, თქვა ღმერთთან, თქვენ კაცი ხატა და მსგავსად ჩვენ და მრავლობაში წერს ღმერთი თავის თავზე. და როდესაც შექმნა ადამიანი, ადამიანს აუჯანყდა ღმერთს, ეს მოკლედ გიყვებით ახლა. აჯანყებული ანგელოზივით ადამიანს აუჯანყდა ღმერთს, მიბაძა დაცემულ ანგელოზს, აუჯანყდა ღმერთს, ღმერთმა იგი ზეციდან გამოაგდო, მაგრამ შეპირდა რომ მოვიდოდა ქალისაგან ნაშობი, რომელიც ისევ დააბრუნებდა სამოთხეებიდან გამოგდებულ ადამიანს, კაცობრიობას ისევ სამოთხეში დააბრუნებდა. და აი ეს ვისაც მთელი კაცობრიობა ელოდა ძველ აღთქმაში და ეს ასაა ძველი აღთქმა, ძველი დაპირება ღმერთისა, რომ მე კი გამოგაგდე შენ ადამს, მაგრამ ისევ დაგაბრუნებ ზეცაში. მთელი კაცობრიობა ელოდებოდა ამას, ადამიანის მოდგმამ ელოდებოდა ხსნელს, შველელს, მესიას, რომელიც ისევ დააბრუნებდა ადამიანს სამოთხეში და ეს ხსნელი არის იესო ქრისტე. ის ვინც სამყარო შექმნა, სამების მეორე პირი, ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა. თავისთავად დაიმდაბლა, ხატება მონისა მიიღო შესახედაობით კაც დაემსგავსა, სახარებაში წერია. არანატაცებად შეირეცხა სწორებად ღვთისა, კი არ მიიტაცა ღმერთის სწორებადო. თავი დაიმდაბლა და ხატება მონისა მიიღო, მონასავით ჩამოვიდა, ჯვარზე გაეკრა, სისხლი დაღვარა ადამიანის საფლავზე და თავისი დაღვრილი სისხლით ადამიანის ცოდვა აღხოცა და მთელი კაცობრიობა ისევ სამოთხეში შეიყვანა. აი ეს არის იესო ქრისტე. ამიტომაც ვეძახით ჩვენ მას მხსნელს, შველელს, მესიას გადამრჩეს. აი ეს უნდა ვამტკიცოთ კაცთა წინაშე. აი ამაზე ეძახის ქრისტე, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე. მეც ვაღიარებ მას მამისა და ანგელოზების წინაშე. რომ ის არის ერთადერთი მსაჯული, რომ სხვა მსაჯული და სხვა მოსამართლე არ არსებობს. ყველას, ვინც გავა ამ სოფლიდან რჯულიანი იქნება თუ ურჯულო, მოუწევს იესო ქრისტეს წინაშე დადგომა და ის გაასამართლებს ქრისტიანებს და ფსევდო ქრისტიანებს, ვინც თავის თავს ქრისტიანს ეძახის, მაგრამ სინამდვილეში არასწორი სარწმუნოება ქრისტიანებს მათაც და ურჯულოებს, ვინც ქრისტეს უარყოფენ. მათაც მოუწევთ ქრისტეს წინაშე დადგომა, რადგან სხვა მსაჯული არ არის, ის არის ერთადერთი მსაჯული. მკვდართა და ცოცხალთა მის წინაშე მუხტს მოიყრის ყოველივე ზეცისა ქვეყნის და ქვესკნელის. უნდა ჩვენ შეგვეძლოს ქრისტეს აღიარება არა მარტო სიტყვით, არამედ საქმეებით. სარწმუნოება თვინიერ საქმეთან მკვდარიას, როგორც ხორცი სულის გარეშე. ადამიანი რომ ლაპარაკობდეს, რომ ის ქრისტიანია და თავდადებულია და მისი საქმეები ქრისტიანული არ იყოს, ესეთი სარწმუნოება არის მკვდარი, როგორც იაკობ მოციქული იძახის თავის ეპისტოლეში. არ შეიძლება ადამიანი იყოს, იძახდეს ქრისტიანი და ის იყოს გულქვა, უსამართლო, არამოწყალე. შეიძლება ადამიანს მართლა რაღაცა შეემთხვეს, ადამიანური მომენტი ახასიათია, კან გაბრზა თავი ვერ შეიყო, იჭხუბა ვიღაცას უსაყვედურა, რაღაც კაცრად მოექცა, მაგრამ ამისთვის ხო არსებობს ღმერთო მაპატიე. მოვიდა ეს კაცი და გეუბნება მაპატიე, რაც გავაკეთე, იმ წუთში ნაუთხრა ღმერთმა შეგიდოს. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ღმერთმა გაპატიოს, ამას ვეტყვით ადამიანს, ჩვენ მოსისხლე მტერსაც კი, ეს უნდა გავაკეთოთ. ღმერთი ჩვენს გვაპატიებს ზეცაში ჩვენ ცოდვებს. მამაო ჩვენში სწორედ ეს წერია და მომიტევე ჩვენთან ანადებდი ჩვენ, ვითარცა ჩვენ მიუტევეთ თანამდებთან ჩვენთან. შეიძლება მოხდეს მოწყალება ვერ გაცე. შეიძლება მოწდეს მათხოვარი შეგესიცხოს, რაღაცა ცუდად მოექცე, უსამართლოც მოექცე, მაგრამ მოვიდა ეს კაცი და გეუბნება მაპატიე, უნდა აპატიო იმ წუთში. შენ თვითონ თხოვო ღმერთს პატიება იმ წუთში. აი ამით უნდა ვიკადებოთ ქრისტიანობა. ჩვენი საქმეები. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ქრისტესთვის თავდადებაც კი. ადამიანი სულ უნდა თხოვდეს მეზო ღმერთო მომეცი ეს შენი ერთგულება. ოთეს სულ უნდა თხოვოს. და თუ საჭირო იქნება სიცოცხლეც უნდა გაწიროს, მაგრამ ამას ადამიანი თავის ძალით ვერ გააკეთებს. შეუძლებელია ადამიანმა მოითმინოს ის 16 წლის წმინდა ბარბარემ მოითმინა, 14 წლის წმინდა მარინემ მოითმინა, წმინდა გიორგი მოითმინა, ამის გაძლება წარმოუდგენელი, ამას ადამიანი თავის ძალებით ვერ შეძლებს. მაშინ როგორ ძლებდნენ ქრისტიანები ამას? ღმერთს თხოვდნენ, რომ ღმერთო მომეცი მოთმინება, რომ ბოლომდე შენი ერთგული. აი რა ფაქტორებზე შეიძლება გავამახვილოთ ყოველდღე ადამიანები, ერთმანეთს ერისკაცები ჩვენი სახით, ვინც ავართ, ხო ძალიან ადვილად შეიძლება მოხდეთ ამ პარტავნების ხიბლის
და ესე განკითხვის მარწუხებში. ისე რომ ვერ გავარჩიოთ და გვეგონოს რომ თითქოს კარგს ვაკეთებთ, სიკეთეს ვაკეთებთ. აი ჩვენ ამას მივიგითითებთ სწორედ სანამ მივალ პასუხამდე რომ ჩვენ ამისგან ვცდილობთ დაგაზღვიოთ თქვენს და ჩვენი თავიც. და რატომ იცით ზურფას ტელემაყურებელო ეს ჩვენი ყველა ნალაპარაკები რასაც ახლა ამდენი ხანია 3 წლის განმავლობაში ეს ტელევიზია არსებობს. დასაბამიდან მე და დავითი ამ ჩანასახი ამ ტელევიზიისა სულ ამ თემებზე საუბრობთ და ვცდილობთ რომ და შედეგიც სახეზეა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მე მგონი მადლობის მეტი ჯერაფერი არ გამიგია კანტიკუნტი ასეთი ზარები ყოფილა რომ ზოგი რა ვთქვი ზოგი და ისიც სიყვარულით შეზავებული ყოფილა ყოველთვის ვთილობთ რომ მიზნად დავისახოთ და საბოლოო ჯამში გადავიდეთ სიტყვიდან, ლაპარაკიდან, ეთერიდან, მომართვიდან საქმემდე. ეს საქმე იყოს სიკეთის კეთება. აი რა არის სიკეთის კეთება? და რაც გულისხმობთ თამაში, მოდით ამაზე დღეს აღარ ვილაპარაკებთ და ვესწრებით რომ ეს დაგანახოთ უკვე საქმით და სწორედ საქმით. რომ სიკეთის კეთების გარეშე, როგორც ბევრჯერ გითხოვთ ჩემო ზურფას ტელემაყურებლებო, რომ ვერც უფალი, არც უფალი შეგიწყალებ და ვერც მე მოგეხმაროთ თუ მამა გაბრიელამ და თუ თქვენ სიკეთე არ ქვენითო და იმ სიკეთემ არ გადაგარჩინათო. ძალიან დიდი სიბზნე დევს ამ ყველაფერში. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ. სანამ ეხა დათო გააგრძელებს და რაც გვინდოდა როგორ წარმოგიჩინოთ სიყვარული. იმ სიყვარული, რა სიყვარულთაც ეხა გაჟღენთილები ვართ და იმ როგორც ვამბობდით ხშირად ნახევრის სიყვარული რაც თუნდაც მამა გაბრიელს გააჩნდა მთელი ერის მიმართ. ხო, ბევრჯერ ვთქვით დათო, ხო, ამას ეტალონად ვიღებ. რომ თუ მალხაზის ესე უთხრა მამა გაბრიელმა ჩვენს ალბათ ღირსი ვიქნებით რომ შეგვეძლება მაგდენი ჭაპანი ვითვირთოთ ამ სიყვარულისა, ხო, ჩვენ თქვენ მიმართ და ასე შემდეგ. ესეც საქმეა, როგორც ბატონი დავითი მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ. სიყვარულის საქმეა, რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტული ქმედება ეს სიყვარული ამ ქმედებაში თუ არ გამოიხატა, ის უკვე ჩემი პირადი აზრიცა, სუბიექტურიც ხო და გავიმეორებ ამას შემისწოროს, ვინც უნდა მე არ მწყობს ასეთი არაფრის. თუ არ მივეხმარე გაჭირებულს, თუ არ ესე იგი გავიღეთ ის რაც ჩვენთვის ძვირფასია მდიდარზე იყო საუბარი. რატო უჭირს დიდარს? იმიტომ რომ ის ვერ იღებს, ვერ გასცემს. უჭირს იმას გაცემა. რიცი გაცემა უჭირს? თამარ მეფე გაიხსენეთ. როცა მოწყალებაზე მოდიოდნენ ერთხელ ერთი ეპიზოდი მახსოვს ბატონ დავით რომ იმკობოდა სარკისին თურმე და ესე იგი სახურმა უთხრა რომ მოწყალებაზე არის მოსულიო. დამელოდოს რომ გავიდა აღარ დახვდა. მოკლედ ყვები ამას ახლა. ყველაფერს ისე განიცადა რომ ის ლალის თვალი ჯერ შესწირა გლახაკებს და მე მოაყოლა ჩვენმა უდიდესმა ერთ-ერთმა წმინდა მეფემ. აი ამით ჩვენ ამის რას ვაკეთებთ? მართალია ბერის მოვალეობა ყოფილა როცა გასცემ კლიენტს თუ გასცე რაც გაგაბადია და ერისკაცმა უნდა დაიტოვოს რაღაცა ესეც ნათქვამია, მაგრამ რაც გვემეტება, ხო და ამით ხო არ დაგვეწყო ამ სიყვარულის და სიმდაბლის გამოვლინება, რომ ხელგამოწვდილი ადამიანს ქუჩაში ვერ შეხვდება ერთი მესამედი მაინც უწილადოთ, ხო? ამით ხო არ დაგვეწყო. არ ვიცი, დათო ცოტა ისე მიყურებს ახლა მე ვახსენე განკითხვა ამ პარტავნება და ესე იგი ხიბლი. ეს ძალიან პარტემცრებებია და იმ ქადაგებას თუ მოისმენ ჩვენ დავდებთ ჩვენ ელექტრონულ მედიაში ამ ქადაგებას ძალიან საინტერესოა უახლესი ქადაგებაა ეს მამა დავითის და იქ ბევრ რამეზე პასუხს მიიღებთ თქვენ და ჩვენ ამაზე არ გავავრცობთ მაგრამ მოდით ახლა მე დათოს გავუადვილებ სიტუაციას და ისევ ჩვენი სათაყვანებელი მამა გაბრიელის დახმარებით თუმცა ძალიან ბევრჯერ კითხვები მოსულა ჩვენ ტელევიზიაში რატო მარტო მამა გაბრიელის შესახებ და რატო სხვა წინა მამებზე ალაპარაკობთ ეს ასე არ არის ზურფას ტელემაყურებლებო ჩვენ ძალიან ხშირად ყველა გადაცემაში ვიხსენებთ და დათო კითხულობს თავის ენამამლის სარწმუნოებაში და ჩემ რელიგია და მეცნიერებაშიც უამრავ წინა მამის ესე იგი ციტატები და გამონათქვამები მოყავს მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მამა გაბრიელი ჩვენი დროის უდიდესი წმინდანია და სულ სხვა კუთხით დაგვანახა და დედაფარასკევისაც ამ უნდა რომ მოციქულთა ცხოვრისაც კი გამოაგზავნეს უფალი ბოლო ჟამსო ახლა ის რაც მამაგაბრიელმა დაგვიტოვა და ეს არ ვთქვათ პირველ რიგში ეს არ იქნება სწორი არა ბატონო დავით და ახლა
ბატონ დავითი მოგიყვება თქვენ ეპიზოდს აი სიყვარულზე და სულელ ქალწულებზე იყო საუბარი. გადაცემის ბოლოსთვის გვინდოდა, მაგრამ აი ვეღარ ვიკავებ თავს, რომ არ თქვა. და შუაში არ თქვა ესა, მაგრამ ვისაუბროთ ამ თემაზე. მე ეხლაც მახსოვს, როდესაც ეს მამა კირიონთან ერთად ამ თემას ესე იგი ერთად ვიჯექი და გავიხილავდი და მანამდე სანამ გავიცნობდი მამა კირიონს და ბატონ დავითს ეს რეალობაში როგორც მოუყვა მამა გაბრიელმა გახტობის შესახებ მამა კირიონს პირველი დათო იყო ვინც ეს გაიგონა ავტო იმ ბროშურაში მამა კირიონს გამოცემული და იმედია რომ ბატონ დავით და მამა კირიონი ამას დამოუკიდებლად წარმოგიჩენთ ჩემო ძვირფას ტელემაყურებლო და ისეთი რამ გელოდებათ რომ არ ვიცი როგორ გაგიხარდებათ ეს ყველაფერი მე ერთს ვიტყვი მხოლოდ ჩემ თავზე ავიღებ ამას რაც ძალიან მიხარია რომ მამა გაბრიელს მონაყოლში მამა კირიონის მიმართ აქვს შემდეგი რამ ნათქვამი. ადრე უფალი ცხოვრებისთვის სულიწმინდის ნიჭებს ითხოვდაო. მოხვეჭას ადამიანებისგან, შემდეგ სიკეთის კეთებას. და ეხლაო მარტო სიყვარულს ითხოვს. და უსმად თავდახლილი თურმე და დაღლიანი თვალებით ამომდა რომ ეს უფალმაო ჩემთვის შემოინახა რათა მე მეთქვაო. გესმით ძვირფასო ტელემაყურებლებო? რამხელა ესე იგი მამა ყავს და რა სიტყვებია ეს მის ბაგეთაღან ნათქვამი. ჩემო დავით, მე უკვე ვეღარ გავაგზავნებ ეს უკვე შენი პრეროგატივა. არა, მამა გაბრიელი შესახებ ეხლა საუბარი კარგია. თორე წმინდანადაა შელასხული და და ნორმალური არ უნდა იყო რომ მის მიმართ რაიმე ცუდი თქვა რა. მაგრამ ძალიან დიდებული იქნებოდა რომ მისივე დარი მამები რომლებიც ჩვენ გვყავდა საქართველოში ან ეხლაც არიან თქვათ ერთეულები შეიძლება მაგრამ მაინც ღმერთი ხო რაოდენობას არ უყურებს თავარი არის რომ აი 1 2 3 ნამდვილი ღვთისკაცი იყოს მიწაზე და ის ერი არის შეწყალებული ხო მე ვფიქრობ რომ აი მათი გაუგებრობა მათი ღვაწლისა და მით უფრო არ გესმის და გმობდე არიღებდე და საჯაროდ განაკიქებდე არა მაგაიდა მე მომავალში რომ წმინდანი აღმოჩნდეს და წმინდანად შეირაცხოს და მე დაუწყოთ ქება ეს ასე არის ხო მამა გაბრიელზე ხო და ცოტა ხო სირცხვილია რა ცოტა ხო ჯობია რომ გავჩერდეთ მაინც როცა რამე არ გესმის და ბოლოს და ბოლოს გმობა და ლანძღვა ისედაც გასაჩერებელია და შესაჩერებელი ხო რომც იყოს ღირსი გვეკრძალება კიდევაც თან კიდე რომც ქონოდა რაიმე შეცდომა თუ ამ ადამიანებს არა რაიმეში სიტყვაზე რაღაცის ამოქექვას და მის საზოგადოებისთვის გაცნობას უნდა შეუდგეთ მაშინ როცა საზოგადოება რამდენ რამეს არ იცნობს პირველ რიგში იგივე იმ მამების გაკეთებულ ზღვასიკეთეს არ იცნობს და შენ დაიწყო მისი შეცდომების შესახებ განხილვა, ხო? როცა მას ხო არ ეგეუნება საკუთარ თვალში, დილეს მიხედავს, ეს ძალიან ცუდია. მე პირდაპირ ვიტყვი დავასახელებ ახლა რომ აი დღეს საქართველოში არიან მამები, რომლებიც ძალიან დიდად ღვაწლმოსილი მამები არიან. დაუშვათ ეპისკოპოსი ილარიონი, რომელიც 10 წელზე მეტი მდუმარებაში იყო. მე ერთ რამეს გავიხსენებ პირადად უგნებავთ რა ჩემს რაც ნამდვილად ვიცი ერთი 15 წლის წინ მომადგა სახლში მეუფე მე არც ვიცნობდი ან საიდან გაიგო ჩემი მისამართი დამწყები მორწმუნე ვიყავი რაღაც 1-2-3 წელი ვიდექი ესე ვთქვათ წმენაში ეკლესიურად ხო მოვიდა სახლში გაუშალეს სუფრა ამ სუფრასთან არც არაფერი მიირთვა, არც არაფერი ძალია. და კენკრა ქონდა ტყიდან წამოღებული და ამ საუბარში მე საუბრებოდა ქრისტეს სარწმუნოების შესახებ, ისეთ საოცარებებს, რომ ნუ მე მაშინ მამა გაბრიელს უკვე რამდენი ხანია ვიცნობდი და რას უნდა გავეკვირვებინე, მაგრამ რამდენადაც მამა გაბრიელი უკვე გარდაცვლილი იყო, სიხარული დამეუფლა, რომ კიდე ვიპოვე როგორც იქნა ადამიანი, ვისაც შეიძლება ესე ვთქვათ, აი დავემოწაფო და რაღაცა ვკითხო დაუშვათ და თან ამ კენკრას მაჭმევს ამ ტყიდან მოტანენ კენკრას და ისეთი გემრიელი აღმოჩნდა რომ სუფრაზე აღარც მე ვიყურებოდი და უცებ რომ შემატყო რომ მე სულიერად დავიწყე მისი აყვანა რა ცაში რომ იტყვიან ჩემთვის რომ აუ გახარებული ვარ რომ რამხელა დიდი მამა რას ქადაგებს რა საოცარს იბზნებს აფრქვევს ხო და
უცებ მეუნება. გადავიდა სალოსურ სისტემაზე რა, ესე რომ ვთქვა. ხო, აი ეხლა ესე იგი ახლა მესამედ რომ მოვა უფალიო, აი მერე იქნება საქმე რა დაახლოებით ამ თემაზე. მივუთხარი მეუფე მეთქი უკაცრავად მაპატით, ალბათ შეგეშალათ მეთქი. თქვენ ალბათ მეორედ მოსვლის შესახებ გინდოდათ რა მეორედ ხო უკვე იყო უფალიო კაცო. ჩვენ ახლა მესამედ მოსვლის შესახებ ლაპარაკობთ და მე მივხვდი მაინც გაიგე რომ კი მაგრამ მეთქი მეუფე როგორც იქნა იმედი ჩამესახა რომ აგერ გაბრიელის მერე ვიღაცა გამომიჩნდა ქვეყანაზე მეთქი ესეთი ბრძენი ტკბილი საოცარი ადამიანი და რატო მავკულებთ ახლა მეთქი სპეციალურად და რატო დაიწყეთ ახლა ჩემთან სალოსობა მეთქი კაი შენ ახლა ეგრე ლაპარაკობო რაღაცებს უმარაო სადაც მიდიხარო ხო საბერძნეთში მივდიოდი ახლა იქ მიდიხარო და იქიდან ისევ აქ ჩამოხვალო მაშინ იყო ძალიან რთული პერიოდი განხეთქილებები რო შემოვიდა ეკლესიაში ეკუმენიზმის საკითხები იყო არა ამას მე არ ჩაუღრმავდები მაგრამ ვამბობ რა მომენტი იყო ისეთი რომ წავედი რომ გამერკვია რომ რა ხდება ხო ესე იგი რა ის დაუშვებელი ხო რატომ არის რომ და ჩვენებიც არიან ეკუმენიზმში და ისხვები არ არიან იყვნენ მაშინ იყვნენ ხო იმ დღევანდელზე კიდება უფალსო აღარა ვარ ხო შენ ახლა იქ წახვალო და ისევ აქ ჩამოხვალო ზუსტად ისე გავაკეთე რა ფაქტიურად როგორც მიწინასწარ მეტყველა ეხლა მეორე მომენტი გავიდა 10-ული წლები ცხოვრობ მოსკოვში იმ პერიოდში და ერთ-ერთი მისი ნათესავი მეუფის იქ ცხოვრობს ახლოს ვიცნობ და დავაბარე რომ როცა შენ რამე წერილს მიწერ მეთქი შენზე მეუფეს მე ვახსოვარ თვითონ მოვიდა ჩემთან სახში თქო და აი ჩემ შესახებაც უთხარი რომ დავითი თქო რომ რამე რაც ღვთისნება ჩემზე მოიწეროს თქო გავიდა ხანი და მიიღო იმ ადამიანმა წერილი და მითხრა რომ აი მეუფე მბრძანაო რომ აი რა წერილით შენ გამოგიგზავნეო ეს წააკითხე დავითს კითხულობ ახლა ამ წერილს იქ არის ბევრი საინტერესო ბრძნული გამონათქვამები ქრისტიანული ყველაფერი მაგრამ შიგადაში გურევია სტალინის შესახებ აუ მეთქი ეს რა შუაშია მაშინ სტალინის სახელსაც არ ვახსენებდი რა და არც ლენინისაც ისე მაგათი ხსენებაც კი მეშინოდა რომ მეთქი ჯობია რომ ენა არ გავიფუჭო მეთქი რა სიტყვა რაღაც არ მესმოდა რა ეგ საკითხი ის ილიჩი არც ახლა სახსენებელი რასაკვირველია მაგრამ სტალინში ვერ ვერყევოდი ხო და წერია რაღაცები სტალინის შესახებ თან ისე დადებითი მხრიდან მეთქი კი მაგრამ ვიცი რომ ეს ბრძენი მეუფეა ვიცი რომ ესეთი რა იქადაგა ჩემთან და როგორ ეს შეიძლება ეშლებოდეს მეთქი სტალინზე თქო კაი ნუ ვერ გავერკვიე მაგაში იმ პერიოდში მაგრამ მივხვდი რომ აქ რაღაცაში იყო საქმე ის ტყუილად არაფერს დაწერდა გავიდა რაღაც 1-2 წელი და მიმიწვიეს სტალინის როლზე და მე პატრიარქს მაკურთხა და რამდენიმე ეპისკოპოსი წერილს მიგზავნა ხო თუმცა ძალიან მივხვდი რომ იმან ის წინ იცოდა უკვე რა ფაქტობრივად ძალიან ბევრი განგიკითხავთ მაგის გამო არა ეგ არაფერი განგკითხვა მთავარია თვითონ მოინანო თორე მე ყველაფერს პატიობ აქედან გამომდინარე და დავისთავად ხო ეგ არაა პრობლემა თავარი თვითონ არ ჩავარდი განგკითხვაში და ცოდვაში ადამიანები ხო და ან ჩვენ არ ჩავარდეთ ჩვენც არ ჩავარდეთ რასაკვირველია სიძულვილი არ დაგვეუთმოს იმის გამო რომ ვიღაცა განსაკითხი კი არა მიწისაგან ასაფხრელი ვარ შეიძლება ჩვენი ცოდების გამო მაგრამ უფალი გვიწყალებს უფალი პატიობს ელოდება ჩვენს სინანოს ხო მაგაზე ბატონო დავით ეხლა რეკლამის დრო არის ხო და აი ეხლა როგორც გავჩერდით ამ ასე მომენტში რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ. კარგი, გავაგრძელოთ, თქო, ერთი წამი მოიცადოს რეკლამამ ცოტა ხან დავამდავ რეკლამა და ვთქვათ რა. მამა ნიკოლოზი რომა, მაქარაშვილი, ბერი ნიკოლოზი, ხო? მასაც ესე იგი მიწაში ტკეპნია, ხო? განიკითხავენ. და ვინ იცის, ვინ არის არა? რამხელა დიდი ადამიანია, სულიერი ღვთისწინაშე და საშიში არ არის ეს ამბავი? ამაზე მოდი გავაგრძელოთ ერთი-ორი სიტყვა. რეკლამა ძვირფასთან იმაღურებელია.